დენ ჰუკერი ამხელს, რომ ის უნდა ყოფილიყო დასტინ პორიეს და მაქს ჰოლოუეის ბრძოლის რეზერვი, მაგრამ მას ხელზე მეორე ოპერაცია დასჭირდა. ეს წარმოუდგენელი შანსი იქნებოდა, მაგრამ მეორე ოპერაცია დამჭირდა. მე იცვლებული ვიქნებოდი, რომ დროზე ადრე დაუბრუნებულიყავი, რაც შეუძლებელი იქნებოდა. Fight Hop პოდკასტის ახალი ეპიზოდი დაიდო. ვისაც აინტერესებს, თუ რატომ დაიწყეს ჩარლზ ოლივეირამ, ისლამ მახაჩევმა და ილია თოფურიამ ერთდროულად ბანაკში მოზადება, მაშინ Fight Hop პოდკასტის ამ ეპიზოდს უეჭველად უნდა უყუროთ. თუ შენ მოგწონს UFC, მაშინ დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი. ილია თოფურიას მწვრთნელი ხავი კლიმენტი თვლის, რომ ილია სტრაიკინგში ორივეს ისლამ მახაჩევს და ჩარლზ ოლივეირასაც მოკლავს. არ ვიცი ჩარლზ ოლივეირამ რა უნდა გააკეთოს, რომ ილიასთვის ბანაკში წარმატებით მოემზადოს. ილია მას სტრაიკინგში უბრალოდ მოკლავს, ამაში ეჭვი არც მეპარება. დგომში ის მახაჩევსაც მოკლავს, მაგრამ ოლივეირასთან ეს ბევრად უფრო მარტივი იქნება და ამას მთელი პატივისცემით ვამბობ. აცხადებს ხავი კლიმენტი. არმან ცარუკიანმა ახსნა თუ რა ელოდება მსუბუქ დივიზიონს და ისლამ მახაჩევის მომავალს. მახაჩევი ახლა წყვეტს დარჩეს 70-ში თუ გადავიდეს 77-ში. ამის გამო დივიზიონში ყველა იცდის. თუ ბელალი მოიგებს, ის დარჩება მსუბუქ წონაში და იჩხუბებს ილია თოფურიასთან. თუ წააგებს, მაშინ ისლამი მადალენას ეჩხუბება. მე კი ილია თოფურიას, ვაკანტური ტიტულისთვის. როგორც ჩანს, არმან ცარუკიანი შეეგუა იმ ფაქტს, რომ ილია თოფურია იჩხუბებს ტიტულისთვის და ახლა კონტენდერთან ბრძოლას ეცებს. ვისთან ისურვებდი ცარუკიანის ბრძოლას? ჯასტინ გეიჯისთან თუ ჩარლზ ოლივეირასთან? პატრეს ევრამ განაცხადა, რომ ლუის სუარესთან სურს ბრძოლა. მე ყოველთვის მაინტერესებდა, როგორია როცა გალიაში ხარ. ეს რაღაც ცხოველურია. ჩემი მიზანი არ არის, რომ ხმაური შექმნა. ეს უბრალოდ ის გზაა, რომელსაც ახლა გავდივარ და ძალიან მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია. სუარესთან ბრძოლა? მე გიჟი ვარ. აქ გასაკვირი არაფერი არა. მინდა რომ ჩემი პირველი მეტოქე ლუის სუარესი იყოს. ბისპინგის აზრით, თუ კამარუ უსმანი ხოაკიმ ბაკლისთან დამარცხდება, მან კარიერა უნდა დაასრულოს. დენიელ კორმიე ხედავს პრობლემას იმაში, რომ მაქს ჰოლოუეიმ და დასტინ პორიამ BMF კამარზე უნდა იბრძოლონ. დასტინ პორია მიდის და თან BMF კამარიც მიაქვს. ეს ტიტული აღარ იარსებებს. დღეისათვის კი სულ ეს იყო. გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო.